პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით Deep State საქართველოში მარიონეტური ხელისუფლება სურს. მისი თქმით, გარკვეულ ძალებს სჭირდებათ ყავდეთ მორჩილი ხელისუფლება, რათა მართონ სხვადასხვა პროცესის დროს. თუ შევხედავთ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მგონი მივხვდებით, რატომაც სჭირდება ზოგიერთებს, რომ ხელში ეჭიროთ საკონსტიტუციო თუ სხვა სასამართლო იმისთვის, რომ ზუსტად ასე არჩევნები აყირავონ, როგორც აყირავებენ სხვა ქვეყნებში სასამართლოს მეშვეობით. აცხადებს პაპუაშვილი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს ოპოზიცია. არცად არ არის მტკიცებულება იმისა, რომ ამერიკელი ხალხის დაფინანსებით საქართველოში რევოლუციები მზადდებოდა, ისე როგორც ამას ერთის ბეძინაშვილი აცხადებდა აპრილის დღეებში, რის გამოც საერთო სტრატეგიული პარტნიორობა დახურა მან და მეორე მხრივ ის მთელი ბოდვები, რომ 2018 წლის აგვისტოს ომში არა რუსეთის აგრესია, არამედ დასავლეთის კვალი იყო. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან ისეთი კლასიკური რუსული დეზინფორმაციის სტილში არის ბერკეტი ივანიშვილის რეჟიმის ხელში, რათა კიდევ ერთხელ წარმოიჩინოს დასავლეთი როგორც მტრად. იმას, ვისაც გარეძალებს უწოდებს არელეგიტიმური ქართული ოცნება, ნამდვილად შერიან ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მეგობრები. თუმცა მათი მხრიდან დირექტივები კი არ მოდის. მათი მხრიდან მოდის სურვილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს თავისუფლება, დემოკრატია, დაცული იყოს სუვერენიტეტი, ადამიანის ძირითადი უფლებები, რომ არ არბევდნენ ახალგაზრდებს, არ არბევდნენ ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებს, არ აყალბებდნენ არჩევნებს და ასე შემდეგ. უცხოელ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ეს ამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ეხება, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ, მათი ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ეს არ არის მათი პირადი პოლიტიკა არ არის, ისინი თავად არიან ინსტრუმენტები იმ ოლიგარქიული ქსელის, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი Deep State-ს ეძახის, რომელზეც ჩვენ საუბრობთ როგორც გლობალური რომის პარტიაზე, ამ ოლიგარქიული არაფორმალური ქსელის მითითებებით მოქმედებენ, რომ საქართველოში ყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება, რათა მათ ყველაფერი გააკეთებინა. ერთი მაგალითი არის, იცით რომ ლიტვის ხელისუფლებამ ლიტვაში შესვლა აუგზავნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 7 მოსამართლეს. იმ მოსამართლეებს, რომლებმაც მაკეინის ინსტიტუტის თანამშრომლის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. პირდაპირ ლიტვის ხელისუფლებამ თქვა, რომ მას უნდა არჩევნების გაუქმება საქართველოში, ვინც ამას არ აკეთებს, იმას დაასანქციონებს და ამაზე მეტი ჩარევა რა. ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ვისმენდით ძალიან არასწორ განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებული იყო ტყუილზე, სიცრუეზე, გაჯერებული იყო შანტაჟით, მუხარებით და ეს ყველაფერი ცხადი იყო. ამ ყველაფრის უკან ვიცით ვინ დგას, რა ძალები დგას. ეს ქვეყნის შიგნით არსებული რადიკალები უბრალოდ ახმოვანებენ მათ ზრახვებს და სურვილებს და მთავარი მიზეზი და მიზანი რა იყო ამ ყველაფრის, რომ ჩვენი ქვეყანა გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი ინტერესების გასატარებლად. უნდათ ამ ყველაფრის განხორციელება, როგორც ეს სხვა ქვეყანასთან მიმართებაში გააკეთეს. მხედველობაში მაქვს უკრაინა. ანტინარკოტიკულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხვალ საკანონმდებლო ორგანოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხდომაზე განიხილავენ. ინიციატივის მიღებას მმართველი გუნდი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში გეგმავს. ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ საკითხი სენსიტიურია და კანონის გამკაცრება ნარკოდანაშაულის პრევენციას ვერ მოახდენს. ინიციატივის ავტორების განმარტებით კი მცირე რაოდენობის ნარკოტიკის გაყიდვის შემთხვევაში ცეცხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ახალი ანტინარკოტიკული რეფორმის თანახმად დამატებითი შეზღუდვები დაუწევდებათ მომხმარებლებსაც. თუ აქამდე ღია სივრცეში მარიხუანას მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმით განისაზღვრებოდა, ახლა 3 წლით მართვის მოწმობის ჩამორთმევას და 5 წლით საჯაროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვას ითვალისწინებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებების მიზეზი ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შედეგად წარმოშობილი პრობლემების აღმოფხვრაა.
გამომდინარე იქიდან რომ ნარკოპოლიტიკის სფეროში არის უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც პასუხისმგებელი არის არალეგიტიმური ქართული ოცნება და მათმა არასწორმა პოლიტიკამ გააუბედურა ასობით ახალგაზრდა და ასევე ნარკომანიაში ჩააბა ასობით ახალგაზრდა, ასევე შეეხო ძალიან ბევრ ქართულ ოჯახს გამოსავალი აი ამ უმძიმესი ვითარებიდან არ არის მხოლოდ კანონის განკაცება. ამას ჭირდება მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რომელიც მათ შორის პრევენციული ღონისძიებებსაც მოიცავს სხვადასხვა სფეროში. თუმცა ნება სინამდვილეში ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას ვითარების გამოსწორების არ აქვს, არ შეუძლია, რადგან მას ხალხი არ ემდებოდა. ამ ცვლილების მიზანი არის მომხმარებლების დემონიზება და ნულოვანი ტოლერანტობის წლებთან შედარებით გაცილებით უფრო დრაკონული და სახიფათო ცვლილებების შემოღება, რომელიც დაკავშირებული არის სავალდებულო შემოწმებების სისხლის სამართლებრივი წესის დასჯასთან. საქართველოში ნარკოპოლიტიკა არის უმძიმეს მდგომარეობაში ქართული ოცნების დამსახურებით. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არის პრობლემური მოხმარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, ხდება მეტი ინვესტიცია ამ სფეროში განათლებაში, ზიანის შემცირებაში, იმისათვის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს და ჩვენ ევროპული ტიპის ნარკოპოლიტიკა გქონდეს და არა რუსული ტიპის ნარკოპოლიტიკა. ერთია კანონი, მეორე არის მისი აღსრულება. და ის რომ ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო საუბარი კანონის განკაცებაზე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს კანონი შესრულდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ პოლიტიკა ჭირდება ამ ყველაფერს, განმართული პოლიტიკა და არა ყალყალის სიტყვები და გადაბრალება შეერთებულ შტატებზე იმ მძიმე პოლიტიკის და მათ შორის მდგომარეობის, რაც ნარკოტიკების კუთხით ქვეყანას აქვს. ამიტომ ცალსახად არის ეს პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის, ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ცალსახად არის მთელი ეს პროპაგანდა, მათ შორის დასავლეთზე და ამერიკაზე გადაბრალება არსებული რეალობის კიდევ ერთი დეზინფორმაცია. ნომერი პირველი რეალიზატორების მიმართ რა თქმა უნდა უმკაცრესი ზომები უნდა იყოს ზოგადად სახელმწიფოს მხრიდან. ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, მსოფლიო სენი არის, ჩვენ კარგად ვიცით ეს ნარკომანია. და მეორეც რა თქმა უნდა მომხმარებლების მიმართ გასაგებია რომ არ არის კაცრი მიდგომა და პატიმრობა და ასე შემდგომ, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები მათაც უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ უნდა სურვილი გაუჩნდეს მომხმარებელს, რომ ამ სენს დააღწიოს თავი. და ამაში მას დაეხმარება შესაბამისი რეაბილიტაციის ცენტრებია და ასე შემდგომ. მაგრამ თუ სურვილი არ იქნება, ბუნებრივია ამას ვერც სახელმწიფო და ვერც ოჯახის წევრი ვერაფერს ვერ დაეხმარება. ამიტომაც ეს შეზღუდვები წესდება. ყველა თანხმდება, რომ ეს არის გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, უფრო მეტიც. ეს გამოწვევა არის შედეგი იმ თავსმოხვეული ლიბერალური პოლიტიკისა, რომელიც ამ მიმართულებითაც თავს მოახლეს საქართველოს და მიზანი არის სწორედ ის, რომ მოხდეს საზოგადოების რაღაცა გაბრუება, ასე ვთქვათ, საზოგადოების იმისთვის, რომ შემდეგ იყოს ადვილად სამართავი სხვადასხვა გარე ძალისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ განსაკუთრებით ისინი, ვინც რეალიზაციით არიან დაკავებულები, არიან ადამიანები, რომლებიც სხვების სიცოცხლეს უქმნიან საფრთხეს, განზრახ საკუთარი მოგებისთვის. ამიტომ მათ მიმართ რა თქმა უნდა იქნება კაცრი დამოკიდებულება და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ მოხმარებაც იყოს შემცირებული. ჯერ არ არის გარკვეული, ვინ მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით ოპოზიციიდან ბრძოლას მხოლოდ პარტია გირჩი გეგმავს. სხვა ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე არ აპირებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ თვითმმართველობის არჩევნების ობიექტურად ჩატარების იმედი არსებული ხელისუფლების პირობებში არ აქვს. შესაბამისად, მონაწილეობის მიღების აზრს ვერ ხედავენ. ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის პოზიციას საბოტაჟად აფასებს. კონსტიტუციის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. იმ პირობებში, როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლება აყალბებს არჩევნებს, რომელიც ორიენტირებული არა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, არამედ ხელისუფლების მიტაცებაზე, ასეთ არჩევნებში შესვლას არ აქვს აზრი. გამოსავალი არის ის, რომ უნდა წავიდეს ეს ხელისუფლება, მოვიდეს დროებითი ადმინისტრაცია, ტექნიკური მთავრობა, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამართლიან, დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებს. ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნა და არა მხოლოდ ჩვენი, ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ თვეების განმავლობაში იბრძვის ცვლილებებისთვის, არის ორი მთავარი მოთხოვნა. ეს არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ეს არის პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ჩვენ, ამაზე არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა და მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო
ახალი არჩევნები არის პოლიტიკური კრიზისის განმეორების ერთადერთი გზა, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული არის ადგილობრივი არჩევნები. ადგილობრივი არჩევნები ვერანაირი ფორმით პოლიტიკური კრიზისის განმეორებას ვერ მოახდენს. მე არ ვარ მარჩიელი, მე ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკოსი უნდა ხედავდეს როგორც დღევანდელ დღეს, ასევე მომავალს, რომელიც ცივილიზაციური არჩევანია. და სწორედ ამიტომ გეუბნებით, რომ იმისთვის, რომ ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი შესრულდეს, იმისთვის, რომ წარსულში არ დაბრუნდეთ და უკეთესი, ძლიერი და კეთილდღეობის მქონე ქვეყანა გქონდეს ევროკავშირის ფარგლებში, ამიტომ აუცილებელია კრიზისის დაძლევა ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით. და ეს არის დღის წესრიგი, დღევანდელი, ცვალინდელიც და არა ის რასურს ოცნება შესაბამისად არ მოყვებით ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის იმ ხარჯში, რომელიც იქნება ოქტომბერში. პრინციპი ნაკლები უკეთესი არ გამქრალა არსად. ასევე ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა დასრულდეს ქვეყანაში. ასევე ჩვენი ხალხის ძალის დაპირება და ხალხისთვის სიმართლის თქმა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა თუ არ დასრულდა, ოპოზიციური ველი ისე ვერ გაიწმინდება და ჯანსაღი ძალები ვერ მოვლენ ქართულ პოლიტიკაში. ასე რომ აი ამ სამივეს დაპირებაში თუ შეგვიწყობს ხელს კოლექტიური ნაცმოძრაობა და ჩამოცილდება პოლიტიკას, შესაბამისად არ მიიღებს მონაწილეობას არც არჩევნებში და არც პოლიტიკაში, ეს იქნება ძალიან კარგი. რადიკალურ ოპოზიციას აქვს არჩევნების კომპლექსი. 2012 წინა მოყოლებული, მათ იმდენჯერ წააგეს ეს ბოლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც ჰქონდათ წარმოებული და ისე მტკივნეულად და მწარედ წააგეს, რომ ამ მარცხისგან ისინი რასაკვირველია ვერასდროს ვერ გამოვლენ და ჩვენი მოსახლეობა არ მისცემს პირველ რიგში იმის უფლებას, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოbrunեն. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, რომელიც ოქტომბერში იქნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება საბედის სცერო რადიკალური ოპოზიციისათვის, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას, ვინაიდან დღეს ეს ძალები არიან ბოლომდე გაშიშვლებული, ილუსტრირებული და გაკოტრებული ჩვენი საზოგადოების თვალში, მათი ავიზნის შესახებ ჩვენმა ხალხმა უკვე ამოწურავად იცის და რა თქმა უნდა, მათ არანაირი შანსი არ აქვთ იმისა, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ. თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხები ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე განაჩენის გამოცხადებას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან შეძახილები მოჰყვა. მათ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს ბიძინას მონა უწოდეს. სხდომათა დარბაზიდან ზვიად კუპრავა გააცევეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 9 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. SDSS-ის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას კი 300,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გამოაცხადა. პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა. სასტუმროს მომსახურება საქართველოს ბიუჯეტს დაუჭდა 60,000 ლარზე მეტი. სინგაპურში 2 დღით სასტუმროს მომსახურება საქართველოს ბიუჯეტს დაუჭდა 40,000 ლარზე მეტი. ლაკპიზის ერთ-ერთი კერძო კომპანიიდან დაქირავებულია იახტა და იახტით მომსახურება საქართველოს ბიუჯეტს დაუჭდა 25,000 ლარზე მეტი. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და ნათესავების მომსახურებაზე გაწეული ხარჯი სამსახური დოკუმენტაცია. მე გავგულისხმობ მხოლოდ მეუღლესა და შვილებს, რომლებზედაც მილიონზე მეტი ლარია დახარჯული საქართველოს ბიუჯეტიდან, მაგრამ მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში მაგალითად დედას, ბებიას, ბიძას და ასე შემდეგ, რომელთა მომსახურებაზე, მაგალითად, მათთვის აღიარებულების შეძენა, მათი სასტუმროს მომსახურება, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს დაუჭდა რამდენიმე 10,000 ლარი. ისეთ პირად სტუმრებს, როგორც იყვნენ მაგალითად ნატალია ბუსავა, ქრისტინა ბუსავა, ქსენია უსროვა და ასე შემდეგ მრავლად იყვნენ. მათი საქართველოში ჩამოყვანის, მათი სასტუმრო მომსახურების, მათი სასტუმროში ამ მომსახურებისათვის დაღებული ხარჯიც კი საქართველოს ბიუჯეტმა ანასხაურა. შემდეგ მათთვის საჩუქრების შეძენისა და ძვირფასი სამკაულების შეძენისთვის დაღებული ხარჯით საქართველოს ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტს დაუჭდა რამდენიმე 10,000 ლარი. არც ეს ხარჯი არ არის
ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გარებული ხარჯი. თეიმურაზ ჯანაშიესთან მიმართებით მინდა აღვნიშნო, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მან უშუალოდ გახარჯა საბიუჯეტო თანხები. მას არც პირადად და არც მიხეილ სააკაშვილთან ერთად არ მოუხდენია აღნიშნული საბიუჯეტო თანხების ხარჯვა. შესაბამისად, იგი გაფლანგვის თანამსხმელად ვერ იქნება მიჩნეული და შესაბამისად მიხეილ სააკაშვილსაც გაფლანგვის ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი გარემოება უნდა ამოერიცხოს. თეიმურ ჯანაშიეს ქმედებაში სახეზეა არა გაფლანგვის, არამედ სამოხელეო დანაშაულის ნიშნები, ისეთი დანაშაულის, როგორიც გახლავთ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოლოდად გამოყენება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი ნაწილით და მან სწორედ ამ დანაშაულის ჩადენისათვის უნდა აგოს პასუხი. მიხეილ სააკაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 მუხლის მეორე ნაწილის D ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის B ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე 3 წლის ვარით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნულითი თანამდებობის დაკავების უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეოთხე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 7 ივნისის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოო მოსახვედრად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლის ვადით ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშნულითი თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადისათვის დაეწყოს ამ განაჩენის მიღების მომენტიდან 2025 წლის 12 მარტიდან მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. თეიმურაზ ჯანაშიას ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის მეორე ნაწილის A და D ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის B ქვეპუნქტით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველ ნაწილზე. თეიმურაზ ჯანაშია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახე და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 300,000 ლარის ოდენობით. რაუდობდით პოლიტიკური შეკვეთა გაფორმდა და შედგა და ეს არის ქართული ოცნების მესიჯი, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან მიხეილ სააკაშვილი დღის სინათლე არ უნდა ნახოს და ის უნდა იყოს პოლიტიკურ თხოვებაში. დღეს ჩვენ ეს მოვისმინეთ და ეს არ არის პოლიტიკური შეფასება, იმიტომ რომ როცა ჩვენ სასამართლოს უსმენთ და მოყავს არგუმენტები თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სასამართლო საუბრობს საქმის მაქსიმუმ 10%-ზე და საქმის 90%-თან დაკავშირებით ჩვენ გამარტება არ მოგვისმენია თემურ ჯანაშიასთვის რაიმე ტიპის დანაშაულებრივი შეფასება, რაიმე ტიპის კვალიფიკაციის მიცემა, ეს არის უკან უნდა დაწყვეტილება. ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი სახსრები და ამ თანხების გამოყენება არ მომხდარა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. არამედ პირიქით აღნიშნული თანხა 9 მილიონი ლარი ემსახურებოდა მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრების და მისი გარემოცვის კომფორტს და ფუფუნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. რაც შეეხება ჯგუფურობის მოხსნას და ბრალდებულ თეიმურაზ ჯანაშიას ქმედების გადაკვალიფიცირებას, აღნიშნულ ნაწილში ბრალდების მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებაც შეიცვლება. რუსი ივანიშვილისთვის არამიზნობრივად არის დახარჯული ხარჯები, რომელიც დაიხარჯა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მასპინძლობისთვის, ჰილარი კლინტონის მასპინძლობისთვის, ჯო ბაიდენის მასპინძლობისთვის და უამრავი სხვა მსოფლიო ლიდერის მასპინძლობისთვის. სამაგიეროდ მიზნობრივია ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის ის ხარჯები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა გავრილოვის მასპინძლობისთვის. იმ ტყვიებისთვის, რომელიც ადამიანებს დაუშინეს, რომლებიც აპროტესტებდნენ გავრილოვის სტუმრებას და პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოკალათებას.
სამაგიეროდ ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის მიზნობრივია ის საბიუჯეტო სახსრები, რომელიც დაიხარჯა პოზნერის პუტინის პროპაგანდისტის მასპინძლობისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ივანიშვილის რეალურ სახეს. მიხეილ სააკაშვილის განაჩენი პოლიტიკური შეფასებების თემაა. პრეზიდენტ იუშენკოს გამასპინძლება, პრეზიდენტ ბაიდენის გამასპინძლება, ასევე კაჩინსკის დაკრძალვაზე გვირგვინის შესყიდვა. შეუძლებელია ენდო ისეთ სასამართლოს, რომელიც ასრულებს არა კანონის ან კონსტიტუციის მოთხოვნას, არამედ ასრულებს ერთი კაცის და ერთი ქვეყნის მოთხოვნას და დირექტივას. მურუსიძის, ჩინჩალაძის და ფარცხალაძის პროკურატურას და მურუსიძის ჩინჩალაძის სასამართლოს ნულოვანი ნდობა აქვს ყველა იმ საქმეში, რომელსაც ისინი აწარმოებენ განსაკუთრებით ისეთ საქმეებში, სადაც ძალიან დიდი პოლიტიკური ინტერესი შეიძლება იყოს. ამიტომ მათი ვერდიქტი არის სამარცხვინო. ის რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი არის მურუსიძის პატიმარი, რომ აბსოლუტურად სრული ვერსია ამ ყველაფრის, იმიტომ რომ თავად მან შექმნა მურუსიძე და იმ მურუსიძის ეგრეთ წოდებულ სამართალს, რომელიც არაერთმა მოქალაქემ თავის დროზე მიიღო. ამიტომ მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ, ჩემი მიზანი არ არის პირადად ის, რომ ივანიშვილის რეჟიმაც იმავე უსამართლობის ხელი იგემოს, როგორც არის მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში მურუსიძის სამართლისგან. ჩვენი მიზანი არის შექმნათ სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონი იქნება კანონი. ძალიან ცუდია, როდესაც თანამდებობის პირი არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ვის რა თანამდებობა აქვს, ხარჯავს ხალხის ფულს თავისი პირადი კეთილდღეობისთვის. ნუ წარმოუდგენელია, ხო, აიღო და დააფინანსო მაგალითად საკუთარი შვილების სწავლა, ან დააფინანსო მეგობარი გოგოებისთვის, ადამიანებისთვის საჩუქრები. წარმოუდგენელია უბრალოდ თუ ამის გაკეთება გინდა, რა თქმა უნდა, უნდა გააკეთო შენი პირადი დანაზოგებიდან და პირადი შემოსავლებიდან და არა ხალხის და ბიუჯეტის ფულით. პირდაპირ ხედავთ ანგარიშებით და იმოისებით, რამდენად იყო ჩართული მთელი პოლიტიკური ელიტა მაშინდელი ამ კორუფციაში და ჩვენი ფულით, ბიუჯეტიდან ფარული ფულით სააკაშვილის $9 მილიონი დახარჯული საკუთარი და ზოგიერთ მისი ვიწროწრიდან ადამიანების კოსმეტიკურ მომსახურებებზე, აი ბოტოქსებზე და ასე შემდეგ, $9 მილიონი ჩვენი ფული დახარჯა ფარულად, $200,000 დახარჯა მის პირად სტილისტზე და მზარეულზე და $40,000 დახარჯა საკუთარი შვილის სწავლებაში საქართველოში ყველაზე ძვირ სკოლაში. ამ 9 მილიონის გარდა, რომელსაც ფარულად ხარჯავდა, 20 მილიონი იმავე პერიოდში ცალკე აქვს დახარჯული ღია ხარჯები უკვე წარმომადგენლობითი ხარჯების სახით. დასკვნა უნდა გამოიტანოს საქართველოს საზოგადოება ამ მთელი ისტორიიდან. კორუმპირებული ძაფადობრივი სისტემის შემქმნელი სააკაშვილისა არავის ჭკუის სასწავლებელი ქართულ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და ქართულ მართლმსაჯულებას არ აქვს. სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ტაძარში იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 6 პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. მათგან 5 სამხედრო და 1 მშვიდობიანი მოქალაქეა. 2 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ომობდა აფხაზეთში, სოხუმში, იყო მეომარი. ეხლა 26 წელს იყო რომ დაიღუპა 92-ში. ძალიან დიდი დახმარება მივიღე წითელი ჯვრისგან. დიდი მადლობა ყველას. შენობით 33 წელია ვეძებდი. გიორგი გაბროშვილის დედა ვარ. 32 წელია ვეძებ შვილს. 93 წელს 24 სექტემბერს დილით 6 საათზე ტყვეთა იყვანის თავის ბიჭებთან ერთად. იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული. 94 წლის 1 მაისს გადმოვაშენეთ და ვერ ამოვიცანით. ერთი იყო მარტო ამაში ნაცნობი, დანარჩენი უცნობებით დავასაფლავეთ კუპიაზე ძმათა სასაფლაოს.
წითელი ჯვარი როცა მოვიდა ჩვენთან 2010 წლიდან და დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა, სინგაპურიდან მოვიდა პასუხი 99.99 მე ასეთი დაზუსტებული რომ ჩემი შვილია. ჩვენ ერთის მხრივ არის მწუხრის მომენტი, როდესაც ოჯახებს კიდევ ერთხელ ეხსნებათ ის იარა, რომელიც ოჯახის წევრების დაკარგვასთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ ეს არის სიხარულის მომენტიც, როდესაც შესაძლებლობა ეძლევათ რომ დაიტირონ საკუთარი რამდენიმე ათწლეულის წინ დაკარგული ოჯახის წევრები. ჩვენ დღეს კიდევ გვყავს 2000-მდე უზოუკლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირი, როგორც აფხაზეთის ისე ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების დროს და მნიშვნელოვანი არის რომ ყველა ოჯახს მიეცეს შესაძლებლობა დაიტიროს საკუთარი ოჯახის წევრები. ამავე დროს ეს ის მომენტები არის, როდესაც ჩვენ ვფიქრობ ჩვენს იარებზე, რომელიც 3-10 წლის წინათ გაგვეხსნა და რომელიც ყოველდღიურად გვახსენებს თავს და ამავე დროს გვახსენებს თუ რა ვიწრო არის ზღვარი მშვიდობასა და ომის შორის. განსაკუთრებით მძიმე დღე აფხაზეთში უზოგო დაკარგულეთ მიჩნეული დამატებით 6 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის 5 სამხედრო მოსამსახურის ოჯახებისთვის, რომლებიც არიან ომის სასტიკით გამოწვეული ტრაგიკული მოვლენების უშუალო მონაწილე, რაც ჩვენი ქვეყნის მრავალათასობით ოჯახმა გამოსცადა და რაც უკავშირდება ახლობელი ადამიანის დაკარგვას, დევნილობას თუ უგზო-უკლოდ გაუჩინარების უმძიმეს ხვედრს. ჩვენი ქვეყანა და ხალხი სამწუხაროდ დღემდე განიცდის საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის უმძიმე შედეგებს და ამიტომაც განსაკუთრებით აფასებს მშვიდობას, რისთვისაც საქართველოს მთავრობა გაერთიანებული ძალის ხმებით, თანმიმდევრული, პრაგმატული მოქმედებებით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიები ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდეს. ეს ჩვენ მემშვიდობებით ჩვენს გმირებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი გაიღეს თავისი სამშობლოსთვის, თავისი ცოცხლე. მე მინდა მიუსამძიმრო მათ ოჯახებს, ასევე მინდა რომ ყველა იმ უწყებას, ვისაც მონაწილეობა აქვს მიღებული მათ იდენტიფიცირებაში და გადმოსვენებაში, მადლობა მინდა გადაუხადო მათ. უკვე 33 წელი შესრულდება მალე აფხაზეთის ომიდან და მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ოჯახი დღემდე ელოდება. თავისი შვილი, ოჯახის წევრი როდის დაუბრუნდება იმ ადგილს, სადაც მის მონახულებას შეძლებენ ოჯახის წევრები. ძალიან მძიმეა, ბუნებრივია, ძალიან კარგად მიდის პროცესი, დიდი მადლობა მინდა უთხრა აფხაზურ მხარეს, წითელ ჯვარს ომის ჩართულებითაც ეს ყველაფერი ხდება.